სალამი მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი გზა მიდის აი იმ მთისკენ. დღეს ჩვენ წამოვედით სალაშქროდ, მე, ჩემი ცხენი და ჩემი ძაღლი. ჯერ გამოვიარეთ სოფლის გზა, ახლა უკვე ამოვედით სოფლის თავში. ლესის მოყავდა ქეშო. ამოვიარეთ ფეხით, ქვიანი გზა და ახლა კი შევუდგებით იმ მთისკენ მიმავალ გზას. აი გზად ცხენებიც შევხვდნენ. აი ამ ხედის ფონზე რო გიწევს გადაადგილება არის ძალიან მაგარი. კმაოდ დიდი მანძილი უკვე გამოვიარეთ და ეხლა უნდა მივიდეთ აი ამქ. და აქ არის ასევე სალოცავი, რომელსაც უძახიან გივის ციხეს. შეხედეთ უბრალოდ როგორ ლამაზად არის აქეთ დათოვლილი მთა, ნისლი, ღრუბლები. დროიანი ადგილები უკვე გამოვიარეთ და ეხლა შევდივართ უკვე ტყიან ადგილას. აი ამოვედით უკვე ბილიკზე, საიდანაც უნდა გავაგრძელოთ გზა ფეხით. აი დაგანახებთ როგორი გზა არის მაგასაც. მაინც ყოველი შემთხვევისთვის ეს პატარა კამერა მიყენია, რომ იყოს ისეთი. რაც შეიძლება რომ ტელეფონით კარგად ვერ გადავიღო. მაინც რომ დააფიქსირო სამან. თან რა თქმა უნდა ლესის შემთან ერთად არის. და ეხლა მივუყვებით ამ ბილიკს. ეს ყვავილები გაყვავილებულია. ცხენს ცოტა არ იყოს უცურავს ფეხი. რაღაცნაირი თირი მიწაა და მაგიტო. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ამ ადგილას, ბინადრობს როგორც მგელი, ასევე ტურა, დათვებიც, მელია, კვერნა და ეგეთი რაღაცები ხო მით უმეტეს. ასევე შველიც არის. და იმედია ყველაზე უკეთესი ვარიანტი აქედან შველი შეგვხვდება. მთლიანად სველია ფოთლები, იმიტომ რომ სულ რაღაც 1 საათის წინ არც კი წვიმდა და მეც მთლიანად ვარ სველი. აი ნახეთ უბრალოდ რამდენად ლამაზი ხედებია ირგვლივ. 360 გრადუსით. დათოვლილი მთა. აი აქ არის სალოცავი. უბრალოდ ეხლა სალოცავის ნანგრევებია. დამრჩალი, ასე რომ ვთქვათ, ციხე იყო და ეხლა აქ არის პატარა სალოცავი. გაკეთებული. აი როგორ შემაღლებულ ადგილზე არის აქ სალოცავი. და მანამდე ძველ დროში აქ ყოფილა ციხე და როგორც ვიცი, ანუ მოხუცებისგან გადმოცემით, ნახეთ, ანუ აქ რო შემაღლებული ადგილი არის ძალიან, ანუ აქ ფიზიკურად ამ ქვემოდან ვერავინ და ვერაფერი ვერ ამოვიდოდა და ანუ აქო მტრების შემოსევის დროსო ძალიან უჭირდათ მოსვლავ და ანუ ეხა ხეები არის და არ ჩანს კარგად, თორე უცებად დაგანახებთ კიდე, ანუ ამის მოპირდაპირედ თუ როგორ უყურებს ეს ციხეები, ანუ სალოცავები ერთმანეთს. აი აქ თუ დავაკვირდებით, ჩანს ნანგრევები. მიყვებოდა ხოლმე, სანამ ცოცხალი იყო, ხშირად ამ ადგილის შესახებ და ანუ ამას როგორც მეუბნებიან, არის უძახიან გივის ციხეს. ანუ აქაც ეტყობა ნანგრევები. და რაც იმასე მიანიშნებს, რომ აქ იყო ოდესღაც მართლა პატარა ციხე.
ეხლა შევეცდები რომ რაიმე ქვა ვიპოვო, სადაც წარწერა ექნება, რომელ წელს არის აგებული და ასე შემდეგ. ჯერჯერობით ვერაფერი ვიპოვე, თუმცა იმედი მაქვს, რომ ვიპოვე და მე მგონი ვიდეოშიც ნათლად ჩანს თუ როგორ შემაღლებულ ადგილას დგას. ეხლა გამოვედი სალოცავის ტერიტორიიდან და გეტყვით უცებ პატარა რაღაცას, რაც უნდა გავითვალისწინოს ყველამ, ვინც წავა ასე ვთქვათ და მივა სალოცავზე. მამა ჩემი და ბაბა ჩემი და რა თითქმის ყველა ყოველთვის მაფრთხილებს, რომ და ტესტი ეგრეც უნდა იყოს, უნდა გავაფრთხილოთ ყოველთვის ერთმანეთი, მithumetes ბავშვები ვინც არ იცის. რომ როდესაც სალოცავის ტერიტორიაზე შევალთ, ანუ არ აქვს მნიშვნელობა რომელი სალოცავი იქნება, გინდ ძველი, გინდ ახალი აშენებული, მის მიმდებარე ტერიტორიებზე, ანუ არც ტოტი არ უნდა მოვტეხოთ, არც ხე არ უნდა მოვჭრათ და არაფერი მსგავსი, დაჟე ისიც რომ ბალახიც არ მოვწყვიტოთ. ანუ ამაზე იმას გულისხმობ, რომ ხშირად მინახავს სალოცავებზე, სადაც ხეებზე, ანუ სალოცავის ხეებზე არის ამოკაწრული რაღაცები, სახელის ინიციალები და ასე შემდეგ, რასაც ძალიან არ მივესალმები და იდეაში არც არის სწორი რელიგიის მხრივაც რომ მივუდგეთ, ხოდა მოკლედ არასდროს არ უნდა ვქნათ მსგავსი რამ სალოცავის ტერიტორიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეხლა სალოცავის ტერიტორიას და სალოცავს თვითონ აზიანებს, მაგ შემთხვევაში შესაძლებელია ოღონდ ეგეც უნდა იყოს მამაოს კურთხევით. სხვა შემთხვევაში არანაირად არ შეიძლება მსგავსი საქციელი. აი, კარგად რომ დაგანახოთ, სად მდებარეობს სალოცავი. მანამდე აქ იყო ციხე, გივის ციხეს ეძახიან და აქ ალბათ თქვენ თვითონაც ხედავთ, როგორი ციცაფო მისადგომები აქვს ორივე მხრიდან, უბრალოდ 4-ვე მხრიდან. სამწუხაროა, რომ მეც ძალიან ბევრი ინფორმაცია არ მაქვს ამ სალოცავის შესახებ, თუმცა რავი შევეცდები ახლა რომ კიდე მოხუცი ადამიანებისგან უფრო მეტი გავიგო, ვიდრე ვიცი. ზუსტად ამ ადგილას არის ლაბეჭინის სალოცავი. აგერ. მერე აქ არის როგორც უკვე განახეთ გივის ციხე. და ზუსტად აი ამ ადგილას აქეთ არის ჟოშკოს სალოცავი. ახალი ჩვენებით ვიპოვეთ, სავარაუდოდ სხვა სოფლიდან არიან გადმოსვლები, იმიტომ რომ ცხოვები არიან. მგონი საჩუბრადაც მოდიან. წადი უკან. ეს ცხენი აღმოჩნდა ულაყი და როგორ ჩანს თავის დედლებს იცავს და ასეთ დროს რაც შემიძლიათ გირჩიოთ არის ის, რომ ანუ როდესაც თქვენი ცხენით წააწყდებით მსგავსად ცხენებს, უცხო ცხენებს, რომლებმაც შეიძლება რომ თქვენ ცხენს რამე დაუშავოს, უფრო სწორად ეჩხუბოს, მაგ შემთხვევაში ყველაზე კარგი გამოსავალი არის ის, თუ შორს არ ხარ სიტყვაზე და ვერ გაასწრებ, რომ ჩამოხვიდე და ასე შენ თვითონ გააგდო, იმიტომ რომ შენი ეშინია ცხენს და ვერ მოგეკარება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თქვენს ცხენზე დაგეჯახოს, თქვენც მოიტეხოთ ან იტკინოთ რამე და შეიძლება თქვენი ცხენიც დაშავდეს. ეხლა მოვედით ამ ადგილზე, სადაც ცოტა ხნით გავჩერდებით და შევისვენებ. ჩემს ცხენსაც დავასვენებ, ცოტას თან ვაბალახებ და თან ცოტა რამე ვისაუბროთ. ამ ადგილზე ვიყავი სალოცავზე, მერე ეს გზა გამოვიარე ქედზე და ბოლოს მოვედით აქ უმშვენიერეს ადგილას. ჩემი დაღლილი ცხენი, ზურგზე რომ ვაჯექი, ეხა კოტრიალობს მინდორზე
და ზურგს იფხანს. ნებისმიერ ადგილას არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ტრიალი მინდორი, სადაც არანაირი სცენარი არ იქნება, რაზეც შეიძლება გამოეხვეს ცხენი, ან თუნდაც სხვა რამე, არ აქვს მნიშვნელობა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ შესაძლოა ცხენი გამოეხვეს ისე, რომ რაიმე დაიზიანოს, ან თუნდაც ფეხი მოიტეხოს, ან უარეს შემთხვევაში დაიხჭოს. შემიძლიათ ახლა გასწავლოთ ცხენის დაბმის სწორი ვერსია. მე მაგალითად მაქვს ავშარა და ავშარის შემთხვევაში ცხენს არც პირში აქვს გაკეთებული ლაგამი, რაც არ უშლის ხელს ბალახობაში და ასევე ეს აქვს თავზე გამობმული და თუ დაუშვათ ის რაიმეს გამოეხვევა, ჩვეულებრივად შეაჩერებს და არანაირ წინააღმდეგობას აღარ გაუწევს. ასევე არც კისერზე არ დაეხვევა, რომ შემდეგ უკვე ცხენის დახრჩობა გამოიწვიოს. სწორი დაბმის მეორე ვერსია შემიძლია გასწავლოთ და ეს არის ფეხში დაბმა. მე მაგალითად ჩემს ცხენებს სანამ ავშარას უყიდდი, მანამდე ყოველთვის ვაბმამდი ფეხით. ცხენის ფეხში დაბმა ხდება წინა ფეხზე, ნებისმიერ წინა ფეხზე. განახებთ მაგ პროცესს, როგორ უნდა დავაბათ სწორად, ისე რომ ფეხშიც არ ჩაეჭიროს და შემდეგ უკვე ფეხის დაზიანებაც არ გამოიწვიოს. ცხენის დასაბმულად კარგი არის ასეთი გვალი, ასე ვთქვათ, ბაწარი. თითქოს ეს არის ცხენის ფეხი და ანუ ცხენს როდესაც ფეხზე შემოვადებთ ასე, არ არის აუცილებელი რომ იყოს ეს ძალიან ჩაჭერილი და არც ის არის აუცილებელი რომ ძალიან მოშვებული ისე რომ ფლოქსზე გადასწრეს. როდესაც უკვე ცხენის ფეხის ზომას დავაფიქსირებთ ისე რომ არც ძალიან უჭერდეს და არც ძალიან დიდი იყოს, შემდეგ უკვე შეგვიძლია გავაკეთოთ, აი აქ განახებთ ამ ბაწარს ასე მოვამრგვალებთ, მე მგონი კარგად ხედავთ, ასე გადმოვკეცავთ შემდეგ და ამ მეორე, ანუ აი ამ მხარეს ამოვუყრით აი აქ. შემდეგ უკვე რაც აქვს ეს თავი, რომელიც არის ჩაფსკვნილი, ასე რომ ვთქვათ, ცხენის ფეხის ზომის მიხედვით გამოვატარებთ აი ამ ადგილას, ამას ასე ჩავსკვნით, ასე რომ ვთქვათ, ჩაუჭერთ და სულ აი ამ ადგილას არის უკვე ფეხი მოთავსებული. რა თქმა უნდა, ეს ახლა პატარა ზომა არის და ჩვენ როგორც გვიჭირდება და როგორი ზომაც აქვს ცხენს, იმ ზომაზე დავაყენებთ. ნახეთ, აი ამ შემთხვევაში გაწელის დროსაც ვერანაირად ვერ ჩაეჭირება, ასევე ვერც მოიშვებს, რომ დაუშვათ გამოსწრეს ფეხი. ეხლა თქვენთან ერთად გავუკეთებთ ჩემს ცხენს. მართალია უკვე ავშარავია, თუმცა მაინც რომ განახოთ. მოკლედ ცხენის ფეხს შემოვადებთ ამ ბაწარს, ზომას დავაფიქსირებთ, როგორც უკვე ვიდეოში განახეთ, ისეთ მარყუშს გავაკეთებთ. ამ მეორე თავს გავუყრით ამ გაკეთებულ მარყუშში, ცოტას დავარეგულირებთ ისევე ზომას, თუ რა თქმა უნდა ამის საჭიროება არის. ჩავუყრით და ვსო. სულ ეს არის. არც ეჭირება ცხენს ფეხზე ეს ბაწარი, არც იშვებს რომ ირჩევთ რომ ცხენი ფეხით დააბით ან ავშარით. არავითარ შემთხვევაში არ დააბათ კისრით, თუნდაც ისე რომ ეს ბაწარი კისერში არ ჩაიჭიროს, რადგან შესაძლოა ის გამოეხვეს ისე ან წაიქცეს, რომ ეს ბაწარი მაინც მოეჭიროს კისერზე და შემდეგ უკვე გამოიწვიოს ცხენის დახრჩობა. თვალსაჩინოებისთვის ახლოს მივუტან კამერას და როგორც ხედავთ, აი არც ეჭირება, არც ძრება. ახლა განახებთ თუ რა დევს ჩემს ზურგჩანთაში. ეხლა არ ვარ ჩემი სახლიდან, მანდა მაინც ძალიან შორს წამოსული და ამიტომ ბევრი რამ არ მაქვს წამოღებული და ეხლა რაც მაქვს წამოღებული, მაგას განახებთ. ნუ ეს პატარა კამერა მაინც ყოველი შემთხვევისთვის ან ტელეფონი რო დაგვიჭდეს ან რამე მსგავსი, მართალია საერთოდ არ აქვს კარგი ხარისხი, თუმცა სულ არაობა სჯობია. აქ მაქვს კიდევ ნაგვის პარკი წამოღებული, ყოველი შემთხვევისთვის დამაქვს ხოლმე ასე როცა მოვდივარ ლაშქრობებზე, რადგან თუ ვიპოვე ნაგავი, ჩავყრი ნაგვის პარკში, წავიღებ და შემდეგ უკვე ნაგვის ბურკერში ჩავაგდებ. ეხლა აქ მაქვს, ეს არის ასე ვთქვათ, ძალიან კარგი და გამოსადეგარი ნივთი და მსგავსი ნივთები, ვფიქრობ, რომ ყველა ლაშქრობაზე არ აქვს მნიშვნელობა ის შორს იქნება, ახლოს, ერთდღიანი, ერთსაათიანი, ნუ მოკლედ რა, ყველა ვარიანტში უნდა გქონდეს მსგავსი ნივთი. და ეხლა განახებთ რა არის ეს ახლოდან. მე ზოგადად ძალიან მიყვარს დანები, შვილდისრები და მსგავსი ნივთები. ცეცხლსასროლი იარაღი არ მიყვარს. და თავიდანვე ბავშვობიდან მამა ჩემი ჩუქნიდა ისეთ რაღაცებს, რაც პატარა ასაკის ბავშვისთვის არ იქნება საფრთხის შემცველი და მახსოვს ეს მაჩუქა თუ არ ვცდები ვიყავი 10 წლის. და მოკლედ განახებთ ეხლა ეს რა არის. მედია კამერაში კარგად ჩანვარ, იმიტომ რომ წინა კამერით ვიღებ და ჩემ თავს ვერ ხედავ. ეს არის ბრტყელკუჩა, რომელიც არის დასაკეცი და ამავდროულად ძალიან პატარა არის, როცა კეცავ და კომპაქტურია.
შეგვიძლია გამოვიყენოთ წყალტუჩას დანიშნულებითაც, ასევე მას აქვს ტარზე მეტრიანი, ასე ვთქვათ, პატარა ზომის. ასევე შეგვიძლია დავკეცოთ და ეხლა განახებთ ამის ძალიან ბევრ ფუნქციას. პირველი ეს არის კლიბი, მეორე ეს არის ქილის და კონსერვის და მსგავსი რაღაცების გასახსნელი. შემდეგიც არის მსგავსი თავი, რომელიც ბოლომდე ვერ დავადგინე, თუმცა ვფიქრობ, რომ ალბათ კონსერვის გასახსნელი იქნება ესეც. სავარაუდოდ. და ამ მხარეს ბოლოს არის პატარა დანა. მართალია ეს დანა დიდად ბასრი და რაიმე არ არის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მაინც ვფიქრობ, რომ კარგად გამოვიყენებ და გამოგვადგება ლაშქრობის დროს მით უმეტეს. აქეთ მხარეს, მეორე მხარეს აქვს პატარა მაგრატელი, რომელიც არ ვიცი რაში უნდა დამჭირდეს ლაშქრობის დროს, თუმცა აქვს და იყოს რა, ხელს არ მიშლის. აქვე აქვს ეს თავიც, სადაც უმაგრდება ასევე მოყოლილი თავები, ეს არის სახრახლისები, სხვადასხვა ფორმის თავები აქვს და შეგვიძლია ნებისმიერ რამეში გამოვიყენოთ. ლაშქრობის დროს ეს სულ თან დამაქვს, იმიტომ რომ შესაძლოა მე არ დამჭირდეს ცხენზე ყელტუჩა, თუმცა ვინმე სჭირდებოდეს, რაიმე უჭირდეს, ან შესაძლოა მეც დამჭირდეს, არასდროს არ ვართ არანაირად დავზღვეული და მაინც ყოველ შემთხვევაში მიქნება არც ისე დიდი და მძიმეა, რომ დაუშვათ ლაშქრობაში შემიშალოს ხელი. და ბოლოს ეს არის პატარა გასაშლელი დანა, რომელიც დიდი ალბათობით არაფერში არ დამჭირდება უმეტესად. თუ დაუშვათ საჭმელს არ წავიღებ და მაგის დასაჭერად, თუმცა მაინც ყოველ შემთხვევაში თავდაცვის მიზნით უნდა გქონდეს ჩანთაში. მე ხა სახლიდან არც თუ ისე შორს ვარ წამოსული და აქედან გამომდინარე პირველადი დახმარების ნივთები და წამლები არ მაქვს წამოღებული, თუმცა თუ მით უმეტეს ალერგიული ხარ თვინმე, აუცილებლად ყოველთვის ყველგან უნდა ატაროთ დექსამეტაზოლის ამპულა, რადგან ტყეში მით უმეტეს შესაძლოა ისეთ ადგილას იყოს ბზიკების ან კრაზანების ბუდე, სადაც საერთოდ არ მოველით, შეიძლება უბრალოდ გავიაროთ ან ფეხი დავაბიჯოთ ან რაიმე მოვარტყოთ და მათ გვიკვინონ. თავით რო ქონდეს დაზღვეული, აუცილებელია რომ მსგავსი პირველადი დახმარების მედიკამენტები გქონდეს ყოველთვის. როდესაც შორმანძილზე მივდივარ, მაშინ ყოველთვის მიმაქვს, იმიტომ რომ შესაძლოა მე არ დამჭირდეს, რადგან ზოგადად არ ვარ ალერგიული, თუმცა ჩემს მეგობარს თან სრულიად უცხო ადამიანს შესაძლოა გადავეყარო და მას სჭირდებოდა. აქედან გამომდინარე, არაფერია ისეთი, რომ ბავშვად წაღება გამიჭირდეს ან რაიმე და ხელსაც ვერ შემიშლის და ყოველ შემთხვევაში იყოს რა. ყოველთვის როცა ლაშქრობაზე მოვდივართ, ან თუნდაც ისე უბრალოდ, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ სველ მიწაზე და სველ მინდორზე არასდროს არ უნდა დავჯდეთ. რადგან ეს შესაძლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იყოს. მე მაგალითად ეხლა დავიფენ ჩემს საწვიმარს და ისე დავჯდები. ნათქვამია, რომ სიფრთხილეს თავი არ სკივაო და ჩვენც ეს უნდა გავითვალისწინოთ. ასევე ისიც უნდა გავითვალისწინოთ მინძორზე ჯდომის დროს, რომ არ აგვყვეს რომელიმე მტერი, მაგალითად ტკიპა ან ჯღიბა, რომელიც შესაძლოა სხვა ცხოველზე იყო, ისეთზე, რომელიც არ ვიცით ჩვენ იყო ჯანმრთელი იყო, არ იყო და ანუ მან შესაძლოა ჩვენს სხეულზე გამოიტანოს სხვა რაიმე დაავადება, რაც საბოლოოდ შესაძლოა ძალიან ცუდად დამთავრდეს, ასე რომ უნდა გაუფრთხილდეთ თავს. მახსოვს რაღაცა 9 წლის რო ვიყავი, უკვე როცა დავიწყე ჩემი საქონლის და მცირე მეურნეობის პატრონობა, მიყვარდა სულ ამ ადგილებში სიარული, იმიტომ რომ ჩემი საქონელი მაგ პერიოდში ზუსტად ამ ადგილებში დადიოდა. ბიძა ჩემი და ბიცოლა ჩემი ცხოვრობს იმ ადგილზე, სადაც მე უნდა ამოვიარო. მათი ძაღლები, მახსოვს როკო ერქვა, ეს პუდელი იყო ეს როკო და მეორეს ერქვა ლესი, მეტისი იყო. ლესი არა ბოდიში, რექსი. მეტისი იყო ეს რექსი და ის ძაღლები მომყვებოდნენ, ძალიან ჭკვიანები იყვნენ და რავი, სულ ჩემთან ერთად იყვნენ, ანუ არც მჭირდებოდა დაძახება, რომ მენიშნებია მათთვის, აი არ ვიცი, ალბათ სუნით ცემდათ ჩემი და მაშინვე მორბოდნენ და მომყვებოდნენ. რამდენჯერ აქ მარტო ბოდიალის დროს მელეაც მინახავს, კვერნაც მინახავს. ეს ძაღლები რა თქმა უნდა ჩემთან ერთად იყვნენ. სიმართლე რო გითხრათ, ახლა დიდად შებრძოლების თავი არ ქონდათ არაფერზე, თუმცა მაინც რაღაცნაირად იმედი არის, რომ ჩვენს გვერდში რაღაც ან ვიღაც არის. აგერ ძალიან ლამაზად მოჩანს მთები, დათოვლილი მთები, რომელზეც ნისლია და ძალიან ლამაზია. აი ისეთი ადგილებია, რომ თვალს ვერ მოწყვეტ და რამდენი საათიც არ უნდა გაჩერდე, არ მოგვეზრდება ამის ყურება.
ჩვენი ლაშქრობა ამით უკვე დასასრულს მიუახლოვდა. თქვენ შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და გააქტიუროთ ზარის ღილაკი, რადგან არ გამოტოვოთ ბევრი საინტერესო ლაშქრობის ვიდეოები. დამიწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, მოგწონთ თუ არა მსგავსი ვიდეოები, რას შეცვლიდით, რას დახვეწავდით და მეც შეძლების დაგვარად გავითვალისწინებ ამ რჩევებს.